აქტის მიერ კავკასუს ონლაინის შეძენა ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამის შესახებ მარეგულირებელი კომისიის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის დასკვნაშია საუბარი. კომისიამ ზეპირი მოსმენის ხდომა გამართა და გადაწყვეტილება სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მიიღო. Დართავს თუ არა ნებას მარეგულირებელი მაქტიკომს, რომ კავკასუს ონლაინის კუთვნილი საოპერაციო აქტივები შეიძინოს, გადაწყვეტილება 19 ნოემბერს გახდება ცნობილი. მაქტიკომს კავკასუს ონლაინის ყველა იმ აქტივის შეძენა სურს, რომელსაც კომპანია საკუთარი აბონენტებისთვის მაუწყებლობის, ტრანზიტის, ციფრული სატელეფონო და ინტერნეტის საცალო მომსახურების მოსწესრიგებლად იყენებს. მაქტიკომი გამონაკლისი არ არის, ვისაც ამ კომპანიის შეძენა სურს, კავკასუსის აქტივებით სილქნეთიც ინტერესდება, თუმცა კომპანიამ მარეგულირებელში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ვერ მოახერხა. კავკასუს ონლაინის მთავარ სიმდიდრეს შავ ზღვაში არსებული მაგისტრალური კაბელი წარმოადგენს. აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაბელის გარეშე სურს კავკასუსის ყიდვა კომპანია ბილაინსაც.